ჩვენი ოჯახის ამბავს გეტყვით. მამა ჩემი ბებოს ერთადერთი შვილი იყო. პატარა ბავშვი 3 თვის ყავდა, როდესაც სახსალამათი მეუღლე გაცივდა და ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბებიაჩემი მამაჩემს არ მოშორებია და მეც რაც თავი მახსოვს ერთად ცხოვრობდით. ბებოს სულ თალხი ეცვა და არასდროს თავისი გარდაცვლილი მეუღლე არ უხსენებია, არასდროს, არც ერთხელ. ხანდაზმული გარდაიცვალა და სიკვდილის წინ დაგვიტოვა ამბავი, რომ სოფელში დამკრძალეთო. მაშინ ეს ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ გურიაში, სოფელში ისედაც იშვიათად დავდიოდით და ძალიან კარგად იცოდა, რომ იქ მის საფლავს ვერ მოუვლიდით და თან ყველანი აქ ვიყავით თბილისში. მაგრამ როგორც ჩანს, მისთვის აბას ჯიშობა არ ქონდა, იმიტომ რომ თავარი იყო, რომ სიკვდილის შემდეგ მაინც სამარაჯამოდ თავისი ქმრის გვერდით ყოფილიყო დაკრძალული და სინამდვილეში იმაზე აღარ ფიქრობდა, ჩვენ ახლოს ვიქნებოდით მასთან თუ შორს ვიქნებოდით.